პირველი მსოფლიო ჩემპიონი საქართველოს სპორტსმენთა შორის გივი კარტოზია 1929 წელს ბათუმში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჭიდაობით დაინტერესდა და ბერძნულ-რომაული სტილით ასპარეზობაში ყველა დიდი ტიტული მოიპოვა. 1956 წლის მელბურნის ოლიმპიური თამაშები, ოქროს მედალი. 1960 წელი რომის ოლიმპიადა, ბრინჯაო. 1953, 1955 და 1958 წლების მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული. საბჭოთა კავშირის 4 გზის ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი 1956 წელს. დაჯილდოვდა ღირსების ვახტანგ გორგასლის მეორე და მესამე ხარისხის და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ორდენებით. გივი კარტოზიას სახელის და გვარის გასწვრივ ხშირად ამოიკითხავთ სიტყვა პირველს. ქართველ სპორტსმენებს შორის გივი კარტოზია იყო პირველი სამგზის ჩემპიონი, მსოფლიო თასის პირველი მფლობელი, პირველი ოლიმპიური ჩემპიონი კლასიკურ ჭიდაობაში. ქართველ კლასიკოს 72 საერთაშორისო შეხვედრიდან მოგებული აქვს 70 შეხვედრა. 1961 წელს თბილისში აშენებული სპორტის სასახლე გივი კარტოზიას სახელს ატარებს. ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე 1998 წელს გარდაიცვალა. იცნობდე შენს ლეგენდას.